გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. მნიშვნელოვანი სიახლეები გვაქვს ფრონტის ხაზზე. აქედან გამომდინარე პირველ რიგში დავიწყებ რუკაზე, მიმოხილვით, ასე ვთქვათ, გაჩვენებთ რომელ სექტორში არის ცვლილებები, რა ტიპის ცვლილებებია, რა შედეგებია და ვის აძლევს ეს ყველაფერი ხელს. გარდა ამისა, უნდა შევეხოთ ბოლო 48 საათის ყველაზე ცხელ თემას, რომელიც უკავშირდება პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას, იქ რუსული დრონების შეფრენის არაერთ ფაქტს და აი ამ ყველაფრის შედეგებს. რა რეაგირება ვნახეთ, რა ტიპის განცხადებები და შეფასებები მოვისმინეთ, ამას გავეცნობით, რა ფაქტები დასტურდება უკვე და უკვე პერსპექტივაში რას უნდა ველოდოთ, ვისი მხრიდან რა ნაბიჯი იქნება ადეკვატური ასეთ შემთხვევაში, როდესაც პირდაპირ რუსეთი არღვევს ამ შემთხვევაში ნატოს წევრი სახელმწიფო საჰაერო სივრცეს და ბევრის შეფასებით ეს არის უკვე ომის აქტი, ბევრის შეფასებით კი ეს უბრალოდ ბრჭყალებში ინციდენტია. მოკლედ აი ამ ყველაფერზე ვისაუბრებ და ასევე გეტყვით იმ გამოთქმულ მოსაზრებებს თუ რა შეიძლება იყოს ადეკვატური ნაბიჯები ამ შემთხვევაში პოლონეთის თუ სხვა მოკავშირე სახელმწიფოების მხრიდან, როდესაც რუსეთი ასეთ ღია პროვოკაციაზე წავიდა. მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline. აქვე დიდი მადლობა რომ მიყურებთ და თუ არ ხართ არხის გამომწერები და თუ მოგეწონებათ ეს ვიდეო, ცხადია მოგიწოდებთ რომ გამოიწეროთ არხი და დაელოდოთ უკვე შემდეგ ეპიზოდებს, შემდეგ განხილვებს. დავიწყოთ მოკლედ, ჩავხედოთ რუკას და ჩავიდეთ უფრო მსხვილ მასშტაბში დონეცკის მიმართულებაზე, რომელიც არის ამ დრომდე ყველაზე ცხელი ზონა. გასული დღეების დინამიკა ასეთი იყო, მათ შორის წინა ვიდეოებში ვსაუბრობდი, რომ აქ დამატებით ძალების მობილიზებას ახდენს რუსეთის საოკუპაციო ჯარი, აქ მოხდა მათ შორის სუმის მიმართულებიდან და ხერსონის მიმართულებიდან გარკვეული ელიტური დანაყოფების გადმოყვანა და აი ამ ზონაში განთავსება და სხვადასხვა ანალიტიკური წყაროების ინფორმაციით, მათ შორის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი საუბრობს ამაზე, რომ ამ შემთხვევაში აი ამ ახალი ძალების თავმოყრით რუსეთს აქვს ორი მთავარი ამოცანა. პირველი ეს არის პოკროვსკის, მიჟნოგრადის და აი აქ არსებული სხვა დასახლებების დაკავება, რაც მათ ვერ შეძლეს მთელი ზაფხულის კამპანიის განმავლობაში. მათ უნდათ რომ აი ამ საინფორმაციო კამპანიის დროს აწეული ეს თემა რეალობად აქციონ, მათ ჰქონდათ ამაზე ხმამაღალი განაცხადები, რომ უნდა დაეკავებინათ პოკროვსკი და ეს ვერ შეძლეს, ასევე ჰქონდათ მათ ხმაურიანი მცდელობა, რომ გარღვევა გაეკეთებინათ დობროპილიას მიმართულებით, ცადეს, მაგრამ ეს ყველაფერი ჩაუვარდათ საბოლოოდ უკრაინის შესაბამისი რეაგირების შედეგად და ახლა უნდათ რომ ეს ყველაფერი ხელახლა ცადონ, სწორედ დამატებითი ძალების მობილიზებით და მეტიც ჩვენ ნახეთ გასული დღეების განმავლობაში მცდელობები, როდესაც იყო უფრო მასირებული შეტევები, რამდენიმე ერთეული ჯავშან ტექნიკის მონაწილეობით ჩართულობით, რაც კოლონების გადაადგილება პოკროვსკის მიმართულებაზე, რაც ასევე ჩაუვარდათ პრინციპში და იყო არაერთი კადრი, რომელზეც მე წინა ვიდეოებში ვსაუბრობდი და გაჩვენებდით, სადაც ეს კოლონები უბრალოდ ბოლომდე 100%-ით განადგურდა და ამის მიუხედავად მაინც რჩება აქ მობილიზება და რჩება ეს გეგმები რუსეთის შეიარაღებული ძალების, რომ რაიმე სახით მიაღწიონ წარმატებას, მაგრამ ამ ყველაფერს აქვს პასუხი და ეს პასუხი არის გაცილებით უფრო ეფექტური, ვიდრე ეს მთელი გადაადგილებები და ახლა ვიგეტყვით რაზე ვსაუბრობ. მოკლედ ეს არის 11 სექტემბრის მონიშნვები, 11 სექტემბრის, ანუ დღევანდელი მონაცემი, როგორ გამოიყურება ფრონტის ხაზი აი ამ სექტორში და მოდით შევხედოთ განსხვავებას რა მოხდა ბოლო 24 საათის განმავლობაში. გადავიდეთ ერთი დღით ადრე, ხედავთ მნიშვნელოვანი ცვლილებები არის აქ. გარდა იმისა, რომ უკვე დღეისათვის აქ უკრაინის შეიარაღებული ძალები უფრო მეტ დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს და უფრო გაიზარდა მათი ყოფნის არეალი, ასე ვთქვათ, ეს ლურჯი ზონები ამას მიანიშნებს, კიდევ ერთხელ რომ გაჩვენოთ და აკვირდით. აი აქ გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები, შემცირდა წითელი გამოსახულება, რაც ნიშნავს იმას, რომ შეიზღუდა რუსების მოქმედების არეალი და ყველაზე თვალშისაცემი რაც არის აი ეს ზონა, რომელიც მიანიშნებს, რომ აქ უკვე თითქმის ბოლომდე ალყაში ყავთ უკრაინელებს მოქცეული ის სამხედროები, რომელიც აი ამ ზონაში არიან განლაგებული. მანამდე ჩვენ ვიცით, რომ აქაც ალყაში ყავდათ მოქცეული და არსებობს არაერთი ინფორმაცია და კადრებიც გავრცელებული მის შესახებ, რომ აი ამ ზონიდან უკვე ბევრმა რუსმა სამხედრომ მიიღო ჩაბარების გადაწყვეტილება და ტყვედ წავიდა. იყო ამასთან დაკავშირებით ვიდეო მტკიცებულებებიც და ყველაზე მნიშვნელოვანი კიდევ აქ რაც ხდება აი ამ პროცესში არის
არის ის, რომ კიდევ ერთი დიდი ტერიტორიის, ასე ვთქვათ, მოწყვეტის საშუალებას შანსებს ზრდიან უკრაინის დანაყოფები, საუბარი არის აი ამ ზონაზე. და ბევრი აღარაფერი აღარ უკლია თუ ამ დინამიკით წავიდა ეს ყველაფერი, როგორც ახლა გვაქვს, ცხადია რომ აი ამ სივრცეში ძალიან კარგად იმოქმედეს ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა და უფრო და უფრო მეტი შანსები შექმნეს პოზიციების გაუმჯობესებისთვის. აქ ცოტათი უკან წავიდეთ კიდევ ასეთ რამეს გთავაზობთ და ნახოთ რა ხდებოდა რამდენიმე დღის წინ, ეს არის 7 სექტემბრის მონაცემი, ნახეთ 7 სექტემბერი, აქ წითელი ზონა გაცილებით დიდია და უკვე 8-9 სექტემბრისთვის, ხო, ანუ 7-ის შემდეგ დრამატულად იცვლება სურათი. როგორც ხედავთ, აქ ჩრდილოეთიდანაც და სამხრეთიდანაც უკრაინელებმა მოახერხეს მნიშვნელოვანი შეტევების ორგანიზება და თითქმის გააორმაგეს იმის შანსი, რომ აი ამ ზონაში მყოფი რუსი სამხედროები მთელი ეს დანაყოფები მოაქციონ ალყაში და ეს არ არის გადაჭარბებული ნათქვამი, ყველაფერს ცხადად ამბობს თავად სურათით შეხედეთ, ხო, რამხელა ცვლილება არის და ამას უკვე შემდეგ მოყვა მთელი ამბავი, რაც მანამდე გაჩვენეთ პრინციპში აი აქ დამატებითი მანევრების განხორციელების თვალსაზრისით, ამას ვიდრე იქნებოდა აქ აი ეს ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან დამატებითი მანევრები და ვიდრე აი ეს სურათი დადგებოდა, უძღოდა ერთი მნიშვნელოვანი ამბავი წინ, ეს ეხებოდა ნოვოეკონომიჩნოეს, აი ამ სოფლის გათავისუფლებას პირველ რიგში, სწორედ ნოვოეკონომიჩნოეს გათავისუფლებას მოყვა შემდეგ უკვე ახალი შესაძლებლობები და აი აქედან ანუ სამხრეთის მიმართულებიდან შეტევის ორგანიზების შესაძლებლობა, რასაც ამ შემთხვევაში უკვე სახეზე ვხედავთ, ამას დაემატა უკვე ჩრდილოეთიდან მოქმედებაც და საბოლოოდ გადასარევი სურათია უკრაინელების შესრულებით, დღეისათვის უკვე ასეთი მოცემულობა გვაქვს და ასე გამოიყურება რუსების აი ეს მცდელობა მთელი, რომ გარღვევა წამოეწყოთ მორიგჯერზე დობროპილიას მიმართულებით. ჯერჯერობით, რასაც ხედავთ, ეს მცდელობები ფაქტია, რომ აბსოლუტურ კრახს განიცდის და მეტიც ამ სურათზე დაყრდნობით თუ ვიმშელებთ, თუ ასე კარგად გაგრძელდა, შესაძლოა რომ ხვალ და ზეგ აბსოლუტურად კიდევ სხვა სურათი ვიხილოთ, ანუ ეს შეტევები უფრო წინ წავიდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების და საბოლოოდ ჩამოჭრან ეს ზონა. ეს იქნება ფანტასტიკა. ნახოთ, ძალიან რეალისტურია, რომ პროცესი სწორედ ასე განვითარდეს და ნახოთ აი აქ რუსეთის შეიარაღებული ძალების მორიგი კრახი უშუალოდ დობროპილიას მიმართულებაზე. პრინციპში თუ ეს ასე მოხდა და აი აქ სიტუაცია განიმუხტა, ეს მნიშვნელოვნად წაადგება ამ დასახლებებსაც პირველ რიგში პოკროვსკზე შეამცირებს წნეხს და საშუალებას მისცემს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, რომ უფრო ეფექტიანად მოახერხონ აი ამ ზონის დაცვა. თუმცა უნდა დავამატო ის, რომ ძალიან რაღაც სასურველ სცენარზე რომ არ გამოგვივიდეს საუბარი და რაღაც ფერადად დახატვა სიტუაციის, უნდა აღვნიშნოთ კიდევ ერთხელ, რომ აქ სერიოზული მობილიზება აქვს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს. მნიშვნელოვანია ის დანაყოფები, რომლებიც დამატებით გადმოსროლაც მოხდა და ცხადია, აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ რაღაცა დამარცხდა რუსეთი ან განდევნეს დონეცკიდან და ასე შემდეგ. არა, აქ საუბარი არის იმაზე, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ახერხებს ეფექტურად თავდაცვას და აი ამ მთელი მობილიზების, ამდენი უპირატესობის, ცოცხალი ძალის, ტექნიკის და ასე შემდეგ თავმოყრის მიუხედავად ისინი ახერხებენ არათუ ტერიტორიების გაწმენდას, არამედ დამატებით საფრთხის და წნეხის ქვეშ მოქცევას და რუსების გეგმების ჩაშლას და ეს ძალიან კარგ ამბად უნდა შეფასდეს ცალსახად. სხვა მხრივ ფრონტის სხვა სექტორებზე ბოლო 2-3 დღის განმავლობაში რაიმე განსაკუთრებული ცვლილება და სიახლე არ გვაქვს. ყველაზე ესეთი გახმაურებული ამბავი ბოლო დროს მაინც იყო კუპიანსკზე შეტევის წამოწყება, აქ იყო გარღვევა, თუმცა ეს შეტევაც ეფექტურად აღკვეთეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა. მართალია რუსეთის პროპაგანდა ატრიალებდა ვიდეოებს, სადაც კუპიანსკში რუსი სამხედრო დროშას აფრიალებდა, თუმცა მათი ეს მორიგი მითი, რომ კუპიანსკის ცენტრი დაიკავეს და ქალაქი აიღეს და ასე
შემდეგ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ იყო საფუძველს მოკლებული, იქიდან გამომდინარე, რომ მატერიალურად აქ კუპიანსკის ჩრდილოეთ ნაწილიდან მიახლოვება და ქალაქში შესვლა ვერ შეძლეს და ესაც შეიძლება ჩავთვალოთ აქტივად უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. მთლიანობაში უკრაინა ახერხებს, რომ ძალიან დიდი წნეხის მიუხედავად ფრონტის ხაზზე სიტუაცია დატოვოს სტაბილური, ისინი ახერხებენ თავდაცვითი ხაზის ორგანიზებას, დაჭერას და მაქსიმალურად ხელს უშლიან წინსვლას მოწინააღმდეგის მხრიდან. ბოლო პერიოდში საყურადღებო ასევე რაც იყო, ეს არის ეს დონეცკის სამხრეთი ნაწილი, სადაც თითქმის ბოლომდე აი აქ ადმინისტრაციულ საზღვართან გავიდნენ რუსი სამხედროები, მათ ეს მოახერხეს და გარდა ამისა, აქ საყურადღებო ამბავი არის ის, რომ რაღაც მომენტებში, რაღაც კონკრეტულ მონაკვეთებში გადაკვეთაც მოახერხეს უკვე დნეპროპეტროვსკის ადმინისტრაციულ საზღვრებშიც არის მათი შეღწევის ამსახველი ეს მოცემულობა. აქ აი ცოტა უკან რომ გადავიდე, საკმაოდ დინამიური წინსვლა აჩვენეს, ეს აგვისტოს შუა რიცხვები არის, შეხედეთ ხრამხელა განსხვავება იქნება, სწრაფად გადავალ. აგვისტოს შუა რიცხვებიდან დღემდე აი ეს ზონები მოახერხეს და გააწითლეს რუსებმა, ასე ვთქვათ, რაც ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე მათი კონტროლი არის, სადაც არის სწორედ წითელი მონიშნა. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ აი ამ პატარა სოფლების აღებით და თუნდაც ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლით, აი ამ სამხრეთის ნაწილში, დონეცკის ოლქში და კიდევ რაღაც მომიჯნავე ოლქში პატარა წინსვლით, მათ რაიმე განსაკუთრებულ სტრატეგიულ მიზანს მიაღწიეს, ისევ და ისევ ეს იქნება მცდელობა იმის, რომ პოლიტიკურად გაყიდონ, ასე ვთქვათ, რუსეთში შიდა აუდიტორიისთვის და თქვან, რომ აი ჩვენ სამხრეთ ნაწილში გავედით დონეცკის საზღვარზე, ადმინისტრაციულ საზღვარზე და პირიქით უკვე გადავედით კიდევაც დნეპროპეტროვსკის ოლქის ტერიტორიაზე, ასე ვთქვათ. განვაგრძოთ უკვე შემდეგი თემით, რაც ეხება უფრო ცხელ პოლიტიკურ ამბავს და ეს არის რუსეთის მხრიდან პოლონეთის, ანუ ნატოს წევრი სახელმწიფოს საჰაერო სივრცის დარღვევა. ვიდრე ამ თემაზე გადავალთ, ხო, ეს უნდა ვთქვათ, რაც არაერთხელ მოგვისმენია, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან და ბევრი უკრაინის გულშემატკივრის მხრიდან უმაღლეს დონეზე, რომ ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ომი, ზელენსკი მუდმივად ხაზს უსვამს ხოლმე, რომ საფრთხე, რომელიც მათ ემუქრებათ, პირდაპირ კავშირში არის მთლიანად ევროპის უსაფრთხოებასთან და აი ეს სხვა არაფერია თუ არა ამის 100%-იანი ნათელი დადასტურება. მანამდე იყო რამდენიმე ასეთი შემთხვევა, ვინც არიცით, რომ ხანდახან რაღაცეები ცვიოდა ხოლმე პოლონეთის ტერიტორიაზე. იყო მათ შორის ერთი კვირის წინაც დაახლოებით წინა კვირაში ყოველ შემთხვევაში ასეთი ფაქტი, როდესაც ერთმა რუსულმა დრონმა, მაშინ როდესაც მასირებული შეტევა იყო უკრაინაზე და 814 საჰაერო სამიზნე იყო, ზუსტად მახსოვს ეს ციფრი, უკრაინის საჰაერო სივრცეში, ერთი დრონი გადაძვრა პოლონეთის ტერიტორიაზე და სადღაც ახლოს ჩამოვარდა. თუმცა ესაც არ იყო ერთადერთი ფაქტი, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთი ასეთი პატარა შემთხვევა დაფიქსირდა, სადაც ესე სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა რუსული დრონები პოლონეთის ტერიტორიაზე უკრაინის საზღვართან ახლოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად სხვა მოცემულობა, აქ აღარ არის რაღაცა, ვეღარავინ ვეღარ მიაწერს ამას რაღაც ბჭყალებში შემთხვევითობას, რომ თითქოს სხვაგან მიფრინავდა და შემთხვევით გადაძვრა ღობისიქით დრონი, ასე არ არის, ფაქტია, რომ სხვადასხვა წყაროების მიხედვით 20-დან 25-მდე შორიმოქმედების შაჰიდის ტიპის დრონი გადაფრინდა უკრაინის ტერიტორიის მიღმა, ანუ პოლონეთში და კიდევ არის ერთი საგულისხმო ამბავი, რომ რამდენიმე მათგანის შესვლა პოლონეთის ტერიტორიაზე მოხდა ბელორუსის მხრიდან. აქ არის უკვე სხვა საინფორმაციო რუკა, რომელიც იგივე ღამეს არის შედგენილი და აქაც ცხადად ჩანს, რომ უკრაინის ტერიტორიის მიღმა უკვე პოლონეთის სივრცეში არის გარკვეული მანევრები, დრონების გადაადგილებას ასახავს, მიმართულებებს ასახავს სწორედ ეს მონიშნები და აქ უკვე არის შემდეგი რუკა, სადაც ლოკაციები არის მონიშნული და ჩანს თუ სად მოხდა დაშვება დრონების ან სად ჩამოაგდეს ისინი. აქ ყველაზე საგულისხმო ამ ამბავში არის ის, რომ არათუ უკრაინის საზღვართან ახლოს არის აფიქსირებული ასეთი შემთხვევები, არამედ
საკმაოდ შორს სიღრმეში დაახლოებით 200 კილომეტრის მოშორებითაც არის ასეთი შემთხვევები, რომ მოხდა დრონების დაშვება და ამ კარგია რომ აქ უკვე ფოტოებითაც არის დატანილი ლოკაცია, თუ სად მოხდა და ის როგორი მდგომარეობა იყო, დასურათებულია, რომ აი აქ შუაგულ პოლონეთში მოხდა აი ამ დრონის დაშვება. აქ უკვე გვაქვს ფაქტი, როდესაც არათუ სადმე მინდორში ან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთში ჩამოაგდეს ან ჩამოვარდა რუსეთის დრონი ან დაეშვა, არამედ პირდაპირ საფრთხე შეუქმნა მან პოლონეთის მოქალაქეებს. ლუბლინის რეგიონი, სოფელი ვირიკი არის ეს ლოკაცია, სადაც ეს ფოტოები არის გადაღებული და უთხოვარად ჩანს, რომ ამ შემთხვევაში დრონი დაეშვა საცხოვრებელ სახლზე. საბედნიეროდ მსხვერპლიან დაშავებული შესახებ, მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, მაგრამ ეს საერთოდაც არ ამსუბუქებს აი ამ მძიმე ფაქტს, რომ რუსეთის მიერ განხორციელებულა აი ამ შეტევას შესაძლოა მოყოლოდა ადამიანური მსხვერპლიც და ფაქტია, რომ უკვე მოყვა ფიზიკური ზიანი ამ შემთხვევაში ქონების დაზიანება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და ნატოს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. მოკლედ 25 რუსული დრონი პოლონეთის ტერიტორიაზე. ზოგი სიღრმეში, ზოგი მეტნაკლებად ახლოს უკრაინის საზღვართან. ეს უკვე არის ფაქტი, რომელსაც ახლა ჭირდება ორი რამ. ერთი ეს არის შეფასება და მეორე ეს არის რეაგირება. შეფასების ნაწილით დავიწყოთ. შეფასება სხვადასხვა გვარია. პირველ რიგში ვახსენოთ, რომ რუსების პოზიცია არის კვლავ ცინიკური, ისინი ირიდებენ პასუხისმგებლობას და ამბობენ, რომ ეს დრონები, ჩვენი დრონები ვერანაირად ვერ აღმოჩნდებოდა პოლონეთის ტერიტორიაზეო, ჩვენ არანაირი სამიზნე არ გაგვაჩნია პოლონეთში და მოდით დავსხდეთო და ვილაპარაკოთო, სთავაზობენ პოლონურ მხარეს ერთად გამოვიწიოთ ეს ამბავიო, ეს არის ყველაზე ცინიკური, როდესაც ფაქტია, რომ ეს არის რუსული წარმოების დრონები და ფაქტია, რომ მათი მასირებული შეტევის დროს უკრაინაზე მოხდა ისე, რომ ეს დრონები რატომღაც აღმოჩნდა პოლონეთის ტერიტორიაზე. ასევე არის მცდელობა, რომ ამ დრონების შეფრენა პოლონეთის ტერიტორიაზე რაღაც შემთხვევით შეცდომად რაღაც მსგავსად წარმოაჩინონ, თუმცა რუსების აი ამ მცდელობის sapasუხოდ Defense Express-მა გაავრცელა ძალიან დროული და საინტერესო ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ წინა ჯერზე, როდესაც მსგავსი ინციდენტები შედარებით მცირე მასშტაბში, მაგრამ ერთეულ შემთხვევებში დაფიქსირდა პოლონეთის ტერიტორიაზე, აი ამ დრონებში, როდესაც ეს დრონები აღმოაჩინეს, შეისწავლეს მისი ნარჩენები, ნამსხვრევები და ინფორმაცია, როდესაც დაიწყო გამოძიება, მოკლედ გამოიკვეთა ესეთი რამ, რომ ამ დრონებში ინტეგრირებული იყო პოლონური სიმბარათები, სატელეფონო სიმბარათები და იყო შემთხვევა ასევე ამავე წყაროს ცნობით, რომ ლიეტუვის სიმბარათიც კი ფიქსირდებოდა ასეთ დრონებში. აი ამ დეტალზე ყურადღების გამახვილებით ამ შემთხვევაში Defense Express-ი ნათლად წარმოაჩენს იმას, რომ შემთხვევით არაფერი არ მომხდარა და შემთხვევით მინიმუმ პოლონური თუ ლიეტუვური სიმბარათები ვერ აღმოჩნდებოდა ინტეგრირებული რუსულ დრონებში და ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მათ ეს გათვლა ჰქონდათ, რომ დარტყმები განახორციელონ პოლონეთის ტერიტორიაზე, ანუ კიდევ სხვაგანაც შესაძლოა უკრაინის ტერიტორიის მიღმა. და კიდევ სხვაგანაც რომ ვამბობთ, აქ პირველ რიგში მოიაზრება ბალტიის ქვეყნები, რომელიც სხვადასხვა შეფასებებში ხშირად არის ნახსენები და მოიაზრება, რომ რუსეთის სამიზნე, აი ასეთი ტიპის პროვოკაციების სამიზნე შესაძლოა მომავალში გახდეს ბალტიის ქვეყნებიც იმ შემთხვევაში თუ არ იქნება შესაბამისი რეაგირება. და მოდი ვილაპარაკოთ რეაგირებაზე. რა არის რეაგირება ამ დროისთვის აი ამ ბრჭყალებში ინციდენტებზე და რა შეიძლება იყოს უკეთეს შემთხვევაში. ხო, ტერმინები მნიშვნელოვანია პრინციპში და როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა, ასევე თუ თავად პოლონურმა მხარემაც და დასავლელმა ლიდერებმა, რომლებიც მყისიერად გამოეხმაურნენ აი ამ ამბავს, პრინციპში ეს ფაქტი პოლონეთის საჰაერო სივრცის დრონებით დარღვევა შეაფასეს როგორც ინციდენტი და პროვოკაციის მცდელობა და არა როგორც იერიში. აი ამ ფრთხილი ტერმინების გამოყენებით, როგორც პოლონეთის ხელისუფლება, ასევე ნატოს ხელმძღვანელობა, ასევე დასავლელი ლიდერები მოერიდნენ სიტუაციის გამწვავებას და ჩემი აზრით და კიდევ ბევრის აზრით ეს არის მათი მხრიდან პირველივე შეცდომა, მათი მხრიდან პირველივე უკან დახევა და უკან გადადგმული ნაბიჯი, რაც
რაც პრინციპში იყო რუსეთის ამოცანაც, როდესაც საუბრობთ აი ამ შეტევაზე, გულისხმობთ იმას, რომ რუსეთი ტესტავს ნატოს თავდაცვით უნარიანობას, ტესტავს მათ პოლიტიკურ მზაობას წინააღმდეგობასთან დაკავშირებით და რეალურად მკაცრი ზომების მიღებასთან დაკავშირებით. როდესაც ფაქტის ახეზეა, არ ვიცი რანაირად შეიძლება უწოდო ინციდენტი აი ამ ამბავს, როდესაც სახეზე არის 20-ზე მეტი დრონის შეფრენა ტერიტორიაზე და მეტიც აგერ კინაღამ მოსახლეობასაც შეექმნა საფრთხე და კინაღამ ამ ამბავს მსხვერპლიც კი მოყვა. ღია აგრესია არის და თავისუფლად შეეძლოთ ნებისმიერ მათგანს, ვინც ჩამოთვალე პოლონეთის ხელისუფლებიდან დაწყებული ეთქვა, რომ ეს არა ინციდენტი, არამედ რუსეთის მხრიდან პოლონეთზე განხორციელებული აგრესია იყო, სამხედრო იერიში იყო, სამხედრო დარტყმა იყო, რომელსაც კონკრეტული შედეგი მოყვა და კონკრეტულ რეაგირებას საჭიროებს. მაგრამ რატომღაც მათ ეს არ გააკეთეს, მეტიც ცოტა კომიკური იყო ნატოს გენერალური მდივნის განცხადება, რომელიც ასეთ რამეს ამბობდა, რომ ამ ამბავმა წარმოაჩინა, რომ ჩვენ შეგვიძლია ეფექტურად დავიცვათ ნატოს საზღვრები. ანუ რა გამოდის, რომ ამით უნდა ბედნიერი იყოს თურმე პოლონეთის მოსახლეობა და ან კიდევ ნატოს წევრი ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობა, რომ მათ მოახერხეს ის, რომ მსხვერპლი არ იყო და მოახერხეს როგორღაც რომ გაანეიტრალეს რუსეთის მხრიდან აი ეს შეტევა და თუნდაც აქაც გარკვეული კითხვის ნიშნები გაჩნდა, რომ აქ საუბარი იყო პოლონეთის და ასევე ნიდერლანდების საჰაერო ძალების და რაღაც ერთობლივი მოქმედებების შედეგად 5 დრონის ჩამოგდებაზე. ისაც არ იყო ნათქვამი, რომ რაღაც 25-ვე ჩამოაგდო პირობითად ავიაგამანადგურებლებმა ან რაღაც საჰაერო თავდაცვის სისტემებმა, ამაშიც კი გარკვეული ხარვეზი გამოჩნდა და ბევრი ანალიტიკოსის აზრით გამოჩნდა ის, რომ პოლონეთის საჰაერო თავდაცვა აი ამ ტიპის იერიშისთვის მზად არ იყო და მათ ეფექტურად ვერ იმოქმედეს. როდესაც ანალოგიურ სიტუაციაში, მაგალითად უკრაინის საჰაერო სივრცეში 500, 600 და ხან 800 დრონი შედის და 90%-იან სიზუსტე საჩვენებს პირობითად უკრაინის საჰაერო თავდაცვა და ხშირად არის რომ რამდენიმე ერთეული დრონი ძრება ხოლმე, ან მაქსიმუმ 50 ასეთი არც მახსენდება იშვიათად რომ გაუძრეთ. ამ დროს რა ხდება პოლონეთის ტერიტორიაზე შედის 25 დრონი და 5 აგდებენ მხოლოდ. ეს კიდევ ცალკე ამბავი არის სამხედრო თვალსაზრისით, ან მზაობის თვალსაზრისით რა ეფექტურობა აჩვენა. კარგი, ამას თავი დავანებოთ, ნებისმიერ შემთხვევაში ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან განცხადება, რომ აი ჩვენ ამაგრები ვართ, რომ მოვახერხეთ ამ ყველაფრის განეიტრალება, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან კომიკურად და ძალიან სუსტად გამოიყურებოდა ყოველ შემთხვევაში. რეაგირება რა იყო? საუბარი იყო ნატოს წესდების მეოთხე მუხლის გააქტიურებაზე, რაც გულისხმობს არა რაღაცა რეაგირებას, არამედ გულისხმობს კონსულტაციების გამართვას და ვიცით რომ შეიკრიბება შესაბამის ფორმატში, შეიკრიბებიან ლიდერები და იმშელებენ კონსულტაციებს გამართავენ, ასე ვთქვათ, როგორ უნდა იმოქმედონ. შედარებით უფრო ესეთი ძლიერი განცხადებები ისმოდა და უფრო ადეკვატური განცხადებები ისმოდა გერმანიიდან, გერმანელი ლიდერების მხრიდან, მათ შორის გერმანიის თავდაცვის მინისტრი საუბრობდა ადეკვატურ ზომებზე, რომელიც უნდა იქნას ამ შემთხვევაში მიღებული და საუბრობდა იმაზე, რომ საჭირო არის უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო სივრცის ჩაკეტვა, ნაწილობრივ მაინც დასავლეთ უკრაინისში მაინც იმისთვის, რომ მსგავსი ინციდენტები იქნას თავიდან აცილებული და ეს არ არის ახალი თემა. როდესაც ვსაუბრობთ ამ ადეკვატურ საპასუხო ზომებზე, ბევრი swams ასეთ კითხვას, რომ აბა რა უნდა ქნან, ხომ არ დაარტყამენ რუსეთს და ხომ არ დაიწყება მესამე მსოფლიო ომი? არა, ამ შემთხვევაში საუბარი არ არის რაღაც საპასუხო იერიშების განხორციელებაზე, არამედ ადეკვატურ ზომებში მოიაზრება ის, რასაც პრინციპში უკრაინა ძალიან დიდი ხანია ითხოვს. წლებია უკვე რაც ეს ომი მიმდინარეობს, უკრაინის პრეზიდენტი ამბობს ასეთ რამეს, რომ დამეხმარეთ უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვაში, დამეხმარეთ იმაში, რომ ცა გავხადოთ უსაფრთხო, რაშიც იგულისხმება ის, რომ თუნდაც ნაწილობრივ ნატოს წევრი სახელმწიფოების ავიაგამანადგურებლები თუნდაც დასავლეთ უკრაინაში მაინც პატრულირებდნენ და ცდილობდნენ იმას, რომ საფრთხე აარიდონ პირველ რიგში უკრაინას და პრევენცია მოახდინონ შემდეგი შეტევების უკრაინის მიღმა, რაზეც ამ შემთხვევაში არის საუბარი. აი ეს იქნებოდა ადეკვატური რეაქცია, თუმცა ვერ გეტყვით ამის ალბათობა რამდენად არსებობს. მართალია გერმანიის თავდაცვის მინისტრის მხრიდან ეს გაჟღერდა.
იყო ასევე უკრაინის პრეზიდენტის და სხვა ლიდერების უკრაინელების განცხადებები, რომ ისინი მზად არიან პოლონეთთან იმუშაონ ერთობლივად, რომ აი ესეთი ფაქტებისგან თავი დაიზღვიონ და სთავაზობენ ისინი თანამშრომლობას უსაფრთხოების ნაწილში. ნახოთ მოკლედ რა იქნება და რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ პირველი სიგნალები, პირველი შეფასებები არ იყო ხისტი, არ იყო მკაცრი და პირდაპირ ვთქვათ, იყო სუსტი. ეს არ იყო ძლიერი გზავნილები პუტინის მიმართ, რომელიც დაფიქრდება და შემდეგ ჯერზე არ დაუშვებს რაიმე მსგავსი ბრჭყალებში ინციდენტი, რომ კიდევ განმეორდეს. დიდი ალბათობით მართალია გერმანიის მხრიდან იყო ეს განცხადება უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით, თუმცა ამ იდეასაც არ მგონია რომ რაღაცა ქმედითი ნაბიჯები მოყვეს, მაქსიმუმ პოლონეთის საჰაერო სივრცის უფრო მეტად დაცვაზე იზრუნონ და ამაზე გაკეთდა უკვე რაღაც პირველადი განცხადებებიც, რომ პარტნიორების დახმარებით დამატებით განლაგდება იქ საჰაერო თავდაცვის საშუალებები. დამატებით კიდევ რა შეიძლება ითქვას, ხო, არაერთი წყაროს მიერ აღინიშნა, რომ ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი, ეს ხელს აძლევს პუტინს, რომ მსგავსი ფაქტები კიდევ განმეორდეს და არა მხოლოდ პოლონეთში, არამედ როგორც უკვე აღნიშნე, ბალტიის ქვეყნებშიც შესაძლოა ვიხილოთ მსგავსი ინციდენტები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პუტინი აი ამ გზით ცდილობს გატესტოს ნატოს შესაძლებლობები, მათი თავდაცვა, მათი პოლიტიკური მზაობა ერთობლივ პასუხებთან დაკავშირებით. კიდევ დამატებით რის თქმაც შეიძლება ამ ამბავზე არის ის, რომ ალბათ დასავლეთში უფრო მეტად წესით უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რასაც უკრაინის მხრიდან მუდმივად ისმენენ, რომ ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ომი, პირდაპირ საფრთხე ემუქრება სხვა ქვეყნებსაც და პუტინი გაჩერებას არ აპირებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ თუნდაც ამ ინციდენტის შემდეგ, კი ბატონო, ინციდენტი უწოდოთ ჩვენც, რადგან ისინი ასე ამბობენ, თუნდაც ამ ინციდენტის შემდეგ ისინი დაფიქრდებიან, რომ მნიშვნელოვანი არის უკრაინის მეტად შეიარაღება, მათი მეტად მხარდაჭერა იმისთვის, რომ პირდაპირ მნიშვნელობით მათთვის არსებული საფრთხეებიც განეიტრალდეს. საფრთხეები, რომელიც მხოლოდ უკრაინას არ ეხება. მადლობა მოკლედ ყურადღებისთვის. სულ ეს არის, რაზეც მინდოდა რომ თქვენი ყურადღება გამომახვილებინა ამ ეპიზოდში. დაწერეთ თქვენი მოსაზრებები, რას ფიქრობთ, როგორც ფრონტის ხაზზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით და იმ ცვლილებებზე, რაზეც გესაუბრეთ, ასევე რას ფიქრობთ აი ამ დარტყმაზე პოლონეთის ტერიტორიაზე, რომელიც განახორციელა რუსეთმა, როგორ ფიქრობთ, გაუხსნის თუ არა ეს ამბავი უფრო მეტად მადას პუტინს და ფიქრობთ თუ არა რომ მომავალში შეიძლება ვიხილოთ მსგავსი ინციდენტები, ან უფრო მასშტაბური ინციდენტები რუსეთისგან შემოთავაზებული. თუ მოგეწონათ ვიდეო დაალაიქეთ, გააზიარეთ და თუ არ ხართ არხის გამომწერები, კიდევ ერთხელ გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და დაგემშვიდობებით, დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს. ნახვამდის.